ორი წარმოგიდგენთ. ეთერშია გადაცემა ავტოგრაფი. ასე შესანიშნავ გარემოში ვარ. ამ ქვეყანაში ლეგენდები ცხოვრობენ. დავიწყო. საინტერესო ეს არის პროცესია. როცა ეს არ არის, არაფერი არ არის მაშინ. ტრადიცია გადადის საუკუნიდან საუკუნეში. ესაა ჩვენი ისტორია, ეს არის ჩვენი გენეზისი. შეხარ ნაწილი უზარმაზარი ცივილიზებული სამყაროს. იმედი, რომ კულტურა ყველაზე დიდ ავტოგრაფს ტოვებს კაცობრიობის ცნობიერებაზე, უნდა გიყვარდეს შენი საქმე. განწყობა უნდა კონდეს, რომ იმღერო. ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლია რომ გააკეთო შენი საქმე. ეს არის არისტოკრატიის სავსე გადაცემა. ეს არ არის ძველმოდური, მართლა. აი ეს არის თანამედროვე. ადამიანები მოდიან სიყვარულით ჩვენს გადაცემას. სიყვარულს ყავლი არ გაზდის, არც სიცოცხლეში და არც სიცოცხლეში. ამ ადამიანების გარეშე ეს არ გამოვიდა და ქვეყანას უმასპინძლეთ, რომელსაც საქართველო ქვია. იუმორი იყო ყველგან და ყველაფერში. ჩემი ასაკი ის ადამიანებისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება. მინდა რომ ეს გადაცემა გრძელდებოდეს სულ. ეს მე დავინახე რომ ქართული საზოგადოების სიტყვა ისმენდა. ალბათ ვაგრძელებ ახლა. აი ეს ასე უნდა გადადგეს. სალამ მშვიდობისა ხალბატონებო და ბატონებო, რუსთავი ურის ეთერში ავტოგრაფი იწყება. მე მის სამყარო რეზო ჭიჭიძე. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრებთ ისტორიასა და თანამედროვეობაზე, რელიგიასა და კულტურაზე. 2026 წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავს აღნიშნავს. მოგახსენებათ, ქრისტიანობა საქართველოში პირველ საუკუნეშივე მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა. სწორედ ამიტომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სამოციქულო ეწოდება. პირველივე საუკუნეში დასავლეთ თუ აღმოსავლეთ საქართველოში ქრისტეს მოძღვრებას არაერთი მიმდევარი გამოუჩნდა. ამის დამადასტურებელი არაერთი არტეფაქტი, მათ შორის სამთავროს არქეოლოგიური გათხრებისას გაკეთებული აღმოჩენები არსებობს. ამიტომაც მეოთხე საუკუნეში კაბადოკიიდან მობრძანებული წმინდა ნინოს ღვაწლი წარმატებით დაგვირგვინდა და მირიან მეფისა და ნანა დედოფლის წყალობით ქრისტიანობა 326 წელს ქართლში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ეს იყო არა მხოლოდ უდიდესი სულიერი მოვლენა, არამედ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილებაც. პატარა სახელმწიფო რომის უზარმაზარი იმპერიის შემდეგ მსოფლიოში პირველი ქრისტიანული სახელმწიფო გახდა. მას შემდეგ უკვე 17 საუკუნეა ქრისტიანული სარწმუნოება ქვეყნის პოლიტიკის, ეროვნული იდენტობის, სოფლმხედველობის, კულტურის და მთლიანად ცხოვრების წესის განსაზღვრელი გახდა. დღევანდელ ჩვენს გადაცემაში შევეცდებით მიმოვიხილოთ ქრისტიანობის 17 საუკუნოვანი ისტორია საქართველოში და რაც მთავარია ვისაუბროთ თანამედროვეობაზე. ამ თემაზე სასაუბროთ კი სტუდიაში მიტროპოლიტ დანიელს ვთხოვთ. მეფე დიდ მადლობას მოგახსენებთ კიდევ ერთხელ მობრძანებისათვის. წელს მოგახსენებათ საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით უკვე გაიმართა არაერთი ღონისძიება. რომ ვისაუბროთ იმაზე, როგორ ხვდება ქვეყანა ამ თარიღს, როგორ აღნიშნავს. პირველეს ყოვლისა მადლობა და მოგახსენოთ, რომ ამ თემას თქვენ უძღვნით გადაცემას. ასევე მადლობთ მოწვევისათვის. მივესალმები მაყურებელს და თქვენს გადამღებ ჯგუფს. მე ვფიქრობ, რომ ეს თარიღი, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში, 2026 წლის განმავლობაში აღნიშნავს ჩვენი ერი, რასაკვირველია, როგორც სასულიერო, ისე საერო დასის ნებისმიერი წარმომადგენელი, მე ვიტყოდი ნებისმიერი თაობის წარმომადგენელიც კი, რადგანაც მე არ შემიძლია შევადარო ეს თარიღი რომელიმე თარიღს საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. ეს არის თარიღი, რომელმაც განსაზღვრა ქვეყნის სრულყოფის, ქვეყნის სულიერი და ინტელექტუალური ჩამოყალიბების პროცესი და შეიძლება თამამად ითქვას, რომ
მისცა ქართველ ერს შესაძლებლობა, რომ მას გამოევლინა თავისი უნარები, რაც ღმერთმა ამ ერს მიანიჭა. ქრისტიანობა გამსჭვალა ჩვენი ცხოვრების ყველა სფერო. ის აისახა არა მარტო სულიერ ცხოვრებაში, არამედ აისახა კულტურაში, აისახა ცხოვრების წესში და სახელმწიფოს მოწყობაში. არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც გამოარჩევს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. გულისხმობ ერთ შემთხვევაში კვართის ფლობის საკითხს, ასევე ღვთისმშობლის წილხვედრობას და სამოციქულო სტატუსს, რაც ალბათ უმნიშვნელოვანესია, ხო? აი ამ სამ ასპექტზე რომ ვისაუბროთ. პირველი, რაც მოხდა ჩვენი ეკლესიის ისტორიაში, ქრისტიანობასთან შეხება, პირველი შეხება. ეს იყო ის, რომ ღვთის განგებით ებრაელმა ელიოზმა, ცხეთელმა და ლონგინოს კარსნელმა, როდესაც ისინი იყვნენ იერუსალიმში, მათ შეიძინეს კვართი, რომელიც ემოსა მაცხოვარს, რომელიც განმოცეს ჯვარცმის წინ. და ეს კვართი იყო ჩამობრძანებული მცხეთაში და ელიოზის და სიდონია, რომელმაც ითხოვა რაიმე სიწმინდე, რომელსაც ეხებოდა მაცხოვარი, გულში ჩაიხუტა ეს კვართი და მაშინვე გარდაიცვალა. ვერაფრით მისი დაკრძალვისას ვერ შეძლეს, რომ კვართი მისგან განეცალკევებინა და ამიტომ კვართთან ერთად იგი დაიმარხა. ამ ადგილას ამ სამარხზე ამოვიდა კვიპაროსის ხე, რომელიც იყო სასწაულთმოქმედი და მისი კედლებიდან მირონი გადმოდიოდა და იკურნებოდნენ არა მარტო ადამიანები, თვით ცხოველებიც და ფრინველებიც იგი იკურნებოდნენ. და ეს საღვთისმეტყველო სწავლების მიხედვით კვართი იყო უკერველი, ზეით გამოქსოვილი, ანუ ამიტომაც იგი არ გაანაწილეს და ეს საღვთისმეტყველო სწავლების მიხედვით ეს დაუნაწილებელი კვართი არის დაუნაწევრებელი, განუყოფელი ეკლესიის სიმბოლო, ერთიანობის სიმბოლო და აი ეს ერთიანობის სიმბოლო მოენიჭა საქართველოს და მეორე და ალბათ კიდევ უფრო აღმატებული, რომ საქართველოს წილად ღვთა, საქართველოს მოქცევა, მისი მფარველობა უფლის დედას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. რაც ნიშნავდა, რომ ვინც იქნებოდა მოციქული, რომელ ქვეყანაშიც იქნებოდა მოციქული, ერს მისთვის უნდა მიებაცა. და ღვთისმშობლის მიუხედავად იმისა, რომ ღვთისმშობელი არ ჩამობრძანებულა საქართველოში, ყველაფერი რაც ყველა მოციქული, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში, ანდრია პირველწოდებული, სვიმონ კარანელი, მატათა, საქართველოში იმოგზაურეს მოციქულებმა, ბართლომემ, თადეოზმა, ეს ხდებოდა ღვთისმშობლის წყალობით. ღვთისმშობელმა თავისი ხელთუქმნელი ხატი გამოაგზავნა საქართველოში, რომელსაც აწყურის ღვთისმშობელი ეწოდა და ღვთისმშობლის მფარველობა გარდა იმისა, რომ უდიდესი ძალა იყო და დამცველი ჩვენი, ამავე დროს იყო საფუძველი იმისა, თუ ვის უნდა მიბაძოს. რა არის ქრისტიანული სრულყოფილება, რომ ადამიანი უნდა გახდეს ვითარცა ანგელოს, დედამიწაზე უკვე უნდა დაიწყოს ასეთი ცხოვრება. ეს იდეალი ქართველ ერს აძლევდა აი უნარს, რომ თავის სიცოცხლეზე მაღლა დაეყრდნებინა თავისი სარწმუნოება, თავისი ღირებულება და მთელი ისტორია იყო აი ამ თავგანწირვა ამ ღირებულებების სათვის სარწმუნოების და ამაში გვეხმარებოდა ღვთისმშობელი. აი ეს ორი რამ თავგანწირვა და ერთსულოვნება. ერი ერთსულოვანი თავგანწირვაში. ეს არის ჩვენი ეროვნული თვითყოფადობა, ამით მოვედით დღემდე გამან გადაგვარჩინა და ეს განსაზღვრა ღვთისმშობელმა, განსაზღვრა უფლის კვართმა და მოციქულებზე ბრძანეთ ის რომ საქართველოში პირველივე საუკუნეში იქადაგეს მოციქულებმა, ეს იმას ნიშნავს, რომ განსაკუთრებული ძალა შემოვიდა, გარდა იმისა, რომ ღვთისმშობელი იყო ჩვენი მფარველი, განსაკუთრებული ძალა შემოვიდა ღვთისა და ამან რასაკვირველია განსაზღვრა ის, რომ ჩვენი ეკლესია უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი.
დამოუკიდებელი და მართლაც მეხუთე საუკუნეში ჩვენ მივიღეთ დამოუკიდებლობა. ასევე წმინდა ნინო მოავლინა ყოველად წმინდა ღვთისმშობელმა. მეფე დანიელ, კიდევ ერთი თემა, რომელსაც მინდა შევეხოთ და ვისაუბროთ, არაერთი ქვეყანა აცხადებს პრეტენზიას, ერთგვარ სტატუსზე ახალი იერუსალიმის. სტატუსი პირობითად შეიძლება გავუყვეთ, მაგრამ აი რას ნიშნავს ფრაზა, როდესაც ვამბობთ და რა იგულისხმება ამ ფრაზაში, როდესაც ხშირად ამბობენ, რომ მცხეთა არის მეორე იერუსალიმი. მცხეთა თავისი აზრებით, თავისი მონასტრებით იმეორებს იერუსალიმის წმინდა ადგილებს. ანუ ისრაელში აღსრულდა ის მისია, რომ შეიქმნა ახალი აღთქმის ეკლესია, მაგრამ მეორე მისია ვერ შესრულდა, ვერ გაუქმდა ძველი აღთქმის ეკლესია. და აი ეს მეორე მისია შესრულდა მცხეთაში. ანუ მცხეთაში ქრისტიანობა მიიღო, ესე იგი, ერმა და ებრაულმა თემმა, რომელიც მცხეთაში ცხოვრობდა, ასევე მიიღო ახალი აღთქმა და სინაგოგა გადაკეთდა ეკლესიად. ანუ ფაქტიურად აქ მოხდა ახალი აღთქმის მიღება, არა მარტო ქართველი ერის მიერ, არამედ ებრაული თემის მიერ და ეს ორივე ფუნქცია აღასრულა და მესამე განმარტება არის, რომ არის ასეთი წინასწარმეტყველება, რომ ერთ-ერთ ეკლესიას ეწოდება ახალი იერუსალიმი. არის წინასწარმეტყველება, რომელსაც უცხოელი ღვთისმეტყველები განმარტავენ, რომ ახალ იერუსალიმში იგულისხმება საქართველოს ეკლესია, როგორც გული მართლმადიდებლობის, რადგანაც იგი არასოდეს მას ჭეშმარიტი მართლმადიდებლის სწავლებისათვის არ გადაუხვევია. მეფე, მოგეხსენებათ ჩვენს გადაცემაში, ავტოგრაფში მუსიკას განსაკუთრებული ადგილი უკავია და ალბათ ამეთანხმებით, რომ ქართულ საგალობლებს ასევე განსაკუთრებული ადგილი უკავია მსოფლიო კულტურაში და არა მარტო ქართულ კულტურაში, ამიტომ სწორედ ახლა მინდა საგალობელს მოусმინოთ და შემდეგ კვლავ დავბრუნდებით სტუდიაში. ღვთისმშობელო კაცოლო Kicharoden mimadlebulo Mariamo სტუდიაში ჩვენს მეორე სტუმარს ლაშა თაბუკაშვილს უხმობთ. ბატონლაში კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისათვის და გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ ვსაუბრობდით ქრისტიანობაზე, როგორც ამ ქვეყნის ფაქტობრივად ქვაკუთხედზე, სულიერი პოლიტიკური მოწყობის ქვაკუთხედზე. როგორ ფიქრობთ, რა როლს ასრულებს მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა ეროვნული იდენტობის განსაზღვრისას?
საქართველოში. მე შინია ვიყო კატეგორიული თან იმათ ესტურხანაში აღზრდილი მათვილკაცობის წლებს და დაღვინების წლებს რომ ვიხსენებ გასაოცარი წინსვლა მოხდა უწმინდესის და უნეტარესის მობრძანების შემდეგ და ბევრ რამეზე აგვეხილა თვალი. წინა თუ კი ეკლესიაში შეარული უფრო პროტესტი იყო თან არც ისე გაცნობიერებული და ინტელექტის დონეზე, წაკითხulis დონეზე. დღეს ხანდახან ამასაც ნატრულობთ, იმიტომ რომ ხდება რაღაც მთელ პლანეტაზე, მარტო ჩვენთან არა. რაღაც ღვთის გმობის, ღვთის საწინააღმდეგო სხვა შორის მხატვრულ ლიტერატურაშიც, უკვე აღარ ვამბობ კონსპიროლოგიურ თეორიებში არ გადავიჭრები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის თქვენ ბრძანეთ ქვაკუთხედია. ეხლა ეს 17 საუკუნის მონაგარი, რომელიც ჩვენ გვაქვს, თუ ადამიანი შეიძლება არ იყოს მორწმუნეა, ეკლესიურად ვერ ცხოვრობდეს, მაგრამ იმისი პატივისცემა და მოწიწება ამ 17 საუკუნის მიმართ მარტო იმიტომ არის საჭირო, რომ ყველაფერი რაც კი შეიქმნა, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, გნებავთ კულტურაში, გნებავთ პოლიტიკაში, გნებავთ ძირი და ძირი მიდის სწორედ მართლმადიდებლობამდე და ქრისტიანობამდე. და როდესაც ამას უცხადებ ბრძოლას და დღეს ამის ნიშნები ყველგან არის, ხა არ მინდა რაღაც ძალიან დაკონკრეტება. პრაქტიკულად ებრძვის შენ სიდენტობას, შენს ისტორიას, შენ კულტურას, შენ წინაპარს, იმ პათოსს, რამაც მოიყვანა ეხლა აქ მარტო წინხვედრობაზე, რომელიც აბსოლუტურად მისტიურად, იმიტომ რომ ამდენი შეცდომის ფასად აქამდე მოღწევა, როცა იმპერიები აღიგავენ პირიდან მიწისა. არ მინდა ეს 1000-ჯერ გამეორებული და თურმე 1001-ერთხელაც, 1002-ჯერ, 1003-ჯერ უნდა გაახსენო ყოველ ახალ თაობას ის აუცილებლობა, რომ არავინ არ გაძალებს, არავინ არ გიფათურებს სულში ხელს. ეს შენი პირადი არჩევანია, შეიგძენი შენ უფალი თუ ვერ შეიგძენი. არავინ ამის გამო არ გიზდა. მე ნუმებძვი და ნუმებძვი იმის გამო, რომ ეს ჩემთვის ძვირფასია. იმიტომ რომ იცით, ახლა ამას წინათ უსმინე, რამდენი ხანი შეიძლება ადამიანმა გაძლოს კვების გარეშე, რა, კონკრეტული კვების გარეშე, რაღაც 2-3 კვირიდან 40 დღემდე, სწორედ 40 დღე შიმშილა უფალმა იესო ქრისტე. რამდენი ხანი შეუძლია უწყლოდ გაძლოს, თქვა 3-დან რაღაცა. რამდენი ხანი შეუძლია უჰაეროდ გაძლოს, უკვე წუთებამდე დავდივარ. მაქსიმუმი რაღაც 5-6 წუთი. და რამდენი ხანი შეიძლება გაძლოს ადამიანმა უფლის გარეშე, უფლის შეგრძნების გარეშე, წამსაც კი ვერ გაძლებს. უბრალოდ ზოგს გაცნობიერებული აქვს ეს და ზოგს არ აქვს გაცნობიერებული. ფაქტი ერთი არის, რომ ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივი არის, მით უმეტეს მე თვითონ სუსტად მორწმუნე, ვერავის ჭკუას ვერ დავარიგებ, მაგრამ ძალიან ნიშანდობლივია მეუფე დანიელსაც მოძღვარს მიტროპოლიტი დანიელისთვისაც მithქვავს და ხაზგასმულად გამეხარდა, რომ 1700 წლის აღნიშვნა თან აი ამ ღრიე დროებაში და ამ საკმაოდ რთულ ვითარებაში, რომელიც მთელ პლანეტაზე ამას სუხას უსვა. საქართველოს ერთი მშვენიერი ჩვენთვის კოსმოსია, მაგრამ სხვებსაც აქვს თავის კოსმოსი. აი ამ ურთულეს ვითარებაში საქართველოში რომ სწორედ მეცნიერთა, კულტურის მოღვაწეთა, ინტელექტუალების
ჯგუფმა მოინდომა, რომლებიც უმრავლესობა შეიძლება ვერ ცხოვრობს ეკლესიურად, ვერც აღმოუჩენია საკუთარ თავში უფლის ანგელოზმა ფსადაკრავა ეს საოცარი შეგრძნება, რომელიც ადრე თუ გვიან ყველა ადამიანთან მოდის, რატომღაც ასე მგონია. აი ამ ვითარებაში სწორედ არა საპატრიარქოს, არა მათგან იყო ეს ინიციატივა. ასეთი მასშტაბით, აი ასეთი ლამაზი ხმაურით, რა შესანიშნავი ხმაურით ამისი აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ჩართვის უდიდესი სურვილით ბავშვების რომ რაღაც პროცესები დავაჩქაროთ, იმიტომ რომ ძალიან გაღარიბებული არის სული და ძალიან ბევრი ძლიერი ადამიანი მინახავს, რომელიც თulis რომ მარტო მე გავთხრი ბოლომდე მივამ, მაგრამ ის ხავარჯენი სულიერი და მაღლიდან გჭირდება. ამას ზოგი გვიან ხვდებით, ჩემსავით ზოგი უფრო ადრე, ჯობია ადრე. მაგრამ თქვენ თვლით რომ ეს დრო აუცილებლად დგება რაღაცა ეტაპზე ადამიანის ცხოვრებაში. რატომღაც ასე მგონია. ბატონ ლაშა, ძალიან ბევრჯერ იან ადამიანი რომელსაც არასოდეს ეს არ მოვა, მაგრამ ეს ბატონ ლაშა, ესეთებს არ ვიცნობ. ბევრჯერ გვსმენია რომ ქართული კულტურა არის ერთგვარი ნაზავი ცივილიზაციების და აქედან იშვა დღევანდელი ქართული კულტურა, რასაც ის წარმოადგენს, მაგრამ თვლით თუ არა თქვენ რომ ქართული კულტურის სახე განსაზღვრა ქრისტიანობა? უპირობოდ, რასაკვირველია. მიუხედავად იმისა, რომ რამდენი აღმოსავლური, რამდენი სხვადასხვა, სწორედ რას თქვენ ბრძანეთ და ჩვენ ჩამოაყალიბეთ, ძირი და ძირი მაინც ქრისტიანობა. ძირი და ძირი და საერთოდ არ მიყვარს კატეგორიული განცხადებები, მაგრამ ამაზე მართლა კატეგორიულად შემიძლია, რომ აღმოსავლური გავლენის მიუხედავად ქრისტიანობა არის სამყარო. რომ აღმოსავლური გავლენის მიუხედავად ქრისტიანობა არის სამყარო. მიუხედავად ამდენი დაპყრობითი ომისა, შემოსული ლექსიკაში, ლექსიკონში, მაინც საფუძველთა საფუძველი არის ქრისტიანობა და ეს თუ გამორეცხე, შენი თავის მტერი ხარ. მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ აი მთელი ჩვენი ისტორია ეს იყო საოცარი ჰარმონია სასულიერო და საერო მოღვაწეებისა. ჩვენი სასულიერო მოღვაწეები, სამღვდელოება აბსოლუტურად საერო ცხოვრების ყველა სფეროში მონაწილეობდნენ, მეცნიერებაში, კულტურაში, თუნდაც აი თავდაცვით ომებში, გარდა იმისა, რომ ლოცვით შეეწეოდნენ, თვითონაც კი მონაწილეობდნენ და თავის გაუწირავთ. არ იყო დრო, როდესაც სახელმწიფოს გვერდზე არ იდგა ეკლესია და პირიქით ჩვენი მეფეები, დიდებულები იყვნენ უაღრესად, ასე ვთქვათ, ღრმად მორწმუნენი, იმიტომ რომ ყველაფერი რაც მათ შეძლეს, ეს არის შეუძლებელი ადამიანური ლოგიკით, ადამიანური ძალებისათვის და აი სწორედ ის სიტყვები მახსენდება მაცხოვრის, რომელიც ბრძანებს, რომ შეუძლებელი კაცთაგან ღვთისა მიერ ყოველივე შესაძლებელია. ამიტომ ეს ჰარმონია, ამ ჰარმონიას ეწოდება, ესე იგი, ღვთაებრივი და ადამიანური ნების და ენერგიის გაერთიანება. თქვენ საუბრობთ სინერგიაზე, როგორც სწორედ ეს სინერგიის თემა იყო ძალიან მაღალ ხარისხში საქართველოში და აი არის წინასწარმეტყველობა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა შეძლებს, რომ შეინარჩუნოს ეს სინერგია. მეორედ მოსვლის წინ უფალს შეხვდეს მტკიცე და შეუყველი სარწმუნოები და მე მეჩვენება, რომ ეს თარიღი სწორედ არის არაჩვეულებრივი საშუალება, რომ გამტკიცდეს გზაზე, აი რომელიც უკვე მე ვიტყოდი, რომ 52 წელი სრულდება, რაც დაიწყო ეს დაბრუნება კავშირის აღდგენის გზაზე პატრიარქის მიერ და 9 საუკუნე, მაგრამ ჯერ რასაკვირველია არ დასრულებულა, მაგრამ ეს წელი შეიძლება გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი აი ამ გზაზე ჩვენი სულიერი ერთობის გამტკიცებისა და აი ამ თვითყოფადობის აღდგენის. მეფე დანიელ, მე ერთი თამის ბატონო შეგაწყვეტინებთ,
მე გამომრჩა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. მე ვთქვი რომ მეცნიერები, მწერლები, მხატვრები, კულტურის მოღვაწეები და ასე ინტელექტუალი. მაგრამ თავისთავად ეს იდეა მაინც კურთხევა მიცა უწმინდესმა და უნეტარესმა. იმიტომ გამოვიდა რომ რაღაც გავწიე ეკლესიის ნება გვერდზე და არ არის ეს სწორი. აი სწორედ ამ სინერგიაზე არის საუბარი, რაზეც ბრძანა მეტროპოლიტმა დანიელი. სიძვისა ღვთისა სახურთათა ახლა კიდევ ერთი სტუმარი უნდა შემოვიყვანოთ სტუდიაში, ბატონ ლევან გიგინეიშვილს თქო. ბატონ ლევან, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისათვის და ის რომ მიიღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. ბატონ ლევან, დამწერლობა და წიგნიერება, მონასტრები, როგორც განათლების კერები, ასე იყო აღქმული. თავდაპირველად ეს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ განსაკუთრებით ამ ყველაფერმა რამდენად განაპირობა ლიტერატურული და ზოგადად კულტუროლოგიური განვითარება და მრავალფეროვნება. ბევრი არ არის, ვისაც ასე ახლა ტრადიცია აქვს დამწერლობის 1600 წელი. რომ შეგვიძლია ჩვენ ნახოთ უკვე შორეულ წარსულში ქართველები რას ფიქრობდნენ თავიანთ თავზე. ამაზე ის კი არ მქონდეს რაღაცა მიხვედრები, ასე ვთქვათ, ან ვარაუდები, არამედ აი ხედავთ თვითონ ქართველი როგორ უყურებს თავის თავს სამყაროში. აბოთფილოს რო კითხულობდა ყურეს ამას სოფლისა რო წერს ანუ კოსმოსის ყურეში ანუ ჩვენ პერიფერიაზე ვცხოვრობთ ამ ქრისტიანული ოიკუმენესი მაგრამ სხვებზე ნაკლებებიც არა ვართ მარტო ბერძნებს კი არა აქვთ ეს სარწმუნოება არამედ ჩვენ შორიელთა მათ მკვიდრთა ანუ შორს ვართ ქრისტიანული ცენტრისგან კონსტანტინოპოლისგან მაგრამ ჩვენ რასაც ვაკეთებთ ჩვენ კულტურაში არანაკლებია ამიტომ ჩვენ ვშობთ ესეთ გმირებს როგორც აბოთფილელი ანუ მარტო ეს არა ბევრ სხვა ისტორიულ ნაწერებში ჯუანშერი რო წერს რომ დაუშვათ ვახტანგის ცხოვრებაში ვახტანგის ანდერცს რომ არ დაუტევოთ ქართველებო სიყვარული ბერძენთან ანუ თქვენი სარწმუნოებრივი ურთიერთობა უფრო მაღლა დააყენეთ თუ სპარსელებთან ურთიერთობა და ეს ანუ ხედავ რომ აი გადაწყვეტილებები რაღაცა ბედის განსაზღვრელი ქვეყნის მაშინ რო იყო მიღებული და ამაზე ფიქრობდნენ ქართველები და ეს გაქვს დოკუმენტების სახით ეს იშვიათი არის რომ ბევრ ერს ესეთი რაღაცა კონდეს თან ეს უწყვეტი მთლიანობა არის ამ ლიტერატურით საქართველოს ეს ქმნის რაღაც სულიერ ერთობას სულიერ ერთობის უწყვეტობას იმ ტრადიციასთან და იმ ძველ წინაპრებთან და ძალიან დიდი სიმდიდრე არის ბავშვები რო სკოლაში კითხულობენ შუშანიკის სამებას და ესმით ეს ტექსტი ენამ შეინარჩუნა რაღაცა ეს ერთობა განცდა იმისი რომ მეც ვეკუთვნია იმ დიდ რაღაც კულტურას ქართველებმა დიდი ძალისხმევა ჩადეს ამ კულტურის შექმნაში რატომ არა მარტო მწერლობაში, არქიტექტურაც შემოდის აქ, ხატრობაც, ყველაფერიც, მაგრამ განსაკუთრებით წერლობა. განსაკუთრებით. მაინც წერლობა ეს არის, სადაც აი სულს გამოხატავს შენ ცნობიერებას, ინტელექტს, ვითარდები. აი ქართველები რატო არსებდნენ სამონასტრო ცენტრებს არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც.
იმიტომ ეს ცოდნოდათ აი ყველაზე კარგი მნიშვნელოვანი რა განვითარებები ხდება ქრისტიანულ აზროვნებაში, ფიქრში, რა თეოლოგიური საკითხები განიხილება, იმიტომ ეს თეოლოგია ხო ძალიან ისეთი დრამატული სივრცე არის, სადაც ერთი რაღაცა სიტყვის მეორე ამას უპასუხებს. არ არის აუცილებელი ერეტიკული იყოს, შეიძლება რაღაცა ახალი საინტერესო იდეა წამოვიდეს და სხვა თეოლოგმა ამაზე გააკეთოს რაც რეაქცია და ამის გადმოტანა ძალიან რთული იყო, უნდა შეგექმნა ტერმინოლოგია, უნდა კარგად გქონოდა ბერძნული, ამიტომ მიდიოდნენ იქ და ეწაფებოდნენ ამ ყველაფერს. მარტო 29 სამონასტრო ცენტრი იყო პალესტინაში, მარტო პალესტინაში იყო 29 სამონასტრო ცენტრი. იქ სინას მთაზე იყვნენ ქართველი ბერები, აქ მარსაბაში, სადაც გრიგოლ ხანძთელმა მე გაუშვა თავის მეგობარი და ის განგება გადაწერა იქედა, რომ შეედარებინა მე თავის გადაწერილ კონსტანტინოპოლ სამონასტრო განგებებთან და ანუ ძალიან ისეთი ცოცხალი მდუღარე ცხოვრება ჰქონდათ ქართველებს და არ იყვნენ კმაყოფილები. აი, სულ კარგი არის, კარგი უკმაყოფილება ჰქონდათ, რომ ჩვენ კი არ ჩავიკეტოთ ჩვენ თავში, არ ვნახოთ გარეთ რა ხდება, ვინ რას აკეთებს. დავინახოთ სოფლიო. ხო, და დავინახოთ სოფლიო და ეს გადმოვიღოთ ის რაც მოწინავე და საუკეთესო რაც ბერძნებთან თუ გარშემო ქრისტიანერებთან, სირიელებთან, სომხებთან, ეს ყველაფერი ვნახოთ რას აკეთებენ ისინი, ვიცოდეთ. ამიტომ საუკეთესო ჩვენი ეს წიგნობრები გრიგოლის საერგოს მრავალ ენათა წურთილი იყო, ანუ ბევრი ენები იცოდაო და ამიტომაც თავისუფლად იმოგზაურა კონსტანტინოპოლში და ბერძნულიც იცოდა როგორც ჩანს და არაბულიც ეცნებოდა ცხადია. და იმპერიაში ეს იმპერიული დიდი ხალიფატის ენა იყო და შეიძლება არ ცოდნოდა. ამიტომ ბევრი რაღაცა იცოდა. და ქმნიდნენ ამ კულტურას და მეტიც კიდე აი ბიზანტიელებისგან განსხვავებით ქართველებს ჰქონდათ რაღაცა პერიფერიულობის განცდა, რომ ჩვენ აი ქრისტიანული სამყაროს საზღვარზე ვართ, მაგრამ ამიტომ ჩვენ შანსი გვაქვს სხვა სამყაროებიც გავიგოთ, რაღაცა იქეთაც წავიდოთ, აღმოსავლეთიც გავიაზროთ. ბიზანტია უფრო მაინც თავის თავში იყო ჩაკეტილი მეტნაკლებად, ხო, უფრო აი ერთმა დიდმა ბიზანტინისტმა იჰორ შევჩენკომ ერთ-ერთ ლექსიაში თქვა, რომ ბიზანტიელები ნაკლებს თარგმნიდნენ სხვა ენებიდან, იმიტომ რომ თავიანთი თავი პირველად მიეშვა და პირველი ხარო საკუთარ თავს უყურებ და არა სხვებსო, თქოს არ უნდა შეიძინოს ხისგან. ქართველებს ეს თვითკმაყოფილება არ ქონდათ, ამიტომ ბევრ რაღაცას ეწაფებოდნენ. მათ შორის ბიზანტიური კულტურაც გაამდიდრეს ამითი ქართველებმა. დაუშვათ აი სიბზნე ბალავარისა, ეს იყო ქართველების მე-9 საუკუნეში გადმოწერილი, გადმოთარგმნილი ეს ბუდას ცხოვრების ქრისტიანიზებული ვერსია, რომელიც მე 16-მა თარგმნა ბერძნულად მე-11 საუკუნეში და იქიდან ბერძნებმა გაავრცელეს ეს ხელნაწერები და ევროპაშიც კი გადავიდა მე ეს ნაწერი. ძალიან საინტერესოა, თავისი ახალი ნაკადი შეიტანა. ამიტომ ქართველები აი სულ ეს გაფაციცებულები იყვნენ, ქმნიდნენ ახალს და მისწრაფებულები იყვნენ, რაც არა მარტო კონსერვირებისთვის ამ იმ ფასეულობების რაც ჰქონდათ, არამედ განვითარებისთვისაც. ამიტომ არის, რომ ჩვენ ფაქტობრივად ჰქონდა იტალიის რენესანსამდე გარკვეული რენესანსული მომენტი ჰქონდა, აი ეს რუსთაველი მაგალითად. რა თქმა უნდა. ბატონ ლაშა, რაც შეეხება ლიტერატურას და ამ შემთხვევაში არ მინდა რომ ჰაგიოგრაფიაზე ვისაუბროთ ჩვეულად ქართულ ლიტერატურაზე, მათ შორის თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე. განსაზღვრავს თუ არა ქართულ ლიტერატურის იდეოლოგიას, იგივე გნებავთ ესთეტიკას, ქრისტიანობა. და ემჩნევა თუ არა ეს ქართული ლიტერატურა ნამუშევრებს. მე თქვით გამიჭირდება გაქცეთ რაღაც კაფეო პასუხი. მაგრამ ის რაც აქამდე იყო, ხა თუნდაც ბატონმა ლევანმა რო ბრძანა შუშანიკის ლიტერატურული ხარისხი ისეთია, რომ შეუძლებელი არ ყოფილიყო კიდე სხვა ასეთი მარგალიტები. უბრალოდ მოაღწია მხოლოდ შუშანიკა. ეხლა აღარ ჩამოვთვლი იმდენი მაგალითი არის ამისი და ისეთი მშვენიერი თუნდაც საერთოდ წიგნთან ურთიერთობა რომელიც შუა საუკუნეებით განისაზღვრება ევროპაში ის მაჯოს და ირუბაქიძის გრამატიკა ნიკოლოზ ირბახის ნიკოლოზ ირუბაქიძე ჩოლოყაშვილის და მისი კვალი პალესტინაში. ლიტერატურულად საფუძველთა საფუძველი. არ მახსენდება ვინმე აი დიდი მწერალი, რომლის სულიერების ნაწილი არ ყოფილიყო ქრისტიანი. თუნდაც წარმართულ ეპოქაზე დაეწერა, ეხლა აღარ მოვიყვან ბატონი კონსტანტინეს მაგალითს.
ხანდახან მწერალი თვითონ ვერ ხვდება. ისეთი შეხება აქვს ქრისტიანობას. იმიტომ რომ ქართველისთვის ქრისტიანობა გარდა ყველაფრისა მორალურ-ეთიკური კოდექსიც იყო. სიტყვა უღმერთო ათეისკი არ ნიშნავდა, უღმერთო ნიშნავდა უარგის. ყველა სიტყვას აქვს არა ტრანსფორმაცია. ამიტომ როდესაც შენ გიყვარს შენი გმირი და რაღაც გზაზე მიყვები, იქ შენ ამ ჰუმანისტური დაარქვი, მორალურ-ეთიკური დაარქვი, როგორი სათაურიც არ უნდა მოუძებნო იმ ღვთაებრივ შეხება. თუ ახლა ნიჭიერე თუ არ გამოვრიცხავთ უნიჭობას. იქ სადაც დიდი ნიჭიერება, იქ სადაც დიდი ლიტერატურა. პრაქტიკულად თითქმის შეუძლებელია ამასაც. და ამას აუარო გვერდი. ბატონებო, ახლა ჩვენს ეთერში კიდევ ერთი მუსიკალური პაუზის დრო, ჩვენ ძალიან მალე ბლავ სტუდიაში დავბრუნდებით. ბატონებო, ქართული რენესანსის პერიოდსაც მინდა შევეხოთ. ზოგადად ქართული აზროვნების გვირგვინზე, ანუ ვეფხისტყაოსანზე მინდა ვისაუბროთ. ყველა თქვენგანს მინდა ვკითხოთ, დავწოთ ბატონო თქვენით. მიგაჩნიათ თუ არა ვეფხისტყაოსანი ქრისტიანული კულტურის და აზროვნების პირმშოთ? თუ ეს კიდევ რაღაც სხვა არის თქვენთვის? რა თქმა უნდა, ეს ქრისტიანული აზროვნების ნაყოფი არის, თუ შოთა რუსთაველი თვითონ ქრისტიანი არის. არ შეიძლება არ იყოს ქრისტიანი. მაგრამ აი რაც არის შოთა რუსთაველთან, ეს არის რაღაც აფეთქება. იმიტომ რომ აი რენესანსული აფეთქება რაშია, როცა შენთვის ცნობილი მშობლიური ქრისტიანული შეხედულებები, კულტურა, რომელშიც გაიზარდა, უცებ დაეჯახება რაღაც ასე ვთქვათ ჰეტეროგენულს. ამ შემთხვევაში ეს არის
ფილოსოფიური ტრადიცია, რაც რუსთაველმა როგორც ჩანს აიღო გელათის სკოლიდან, ეს ნეოპლატონიზმის იდეები ძალიან კარგად გააზრებული მის მიერ ტერმინოლოგიის დონეზე, იმიტომ რომ პეტრიწის შემოტანილამ ძალიან რთულ ტერმინოლოგიას იყენებს რუსთაველი, თავისი ამ იდეას რო გვარს უწოდებს მაგალითად და გვარნი ზენანი, ანუ ზეციური იდეები, ან ეს კავშირნი ელემენტების მნიშვნელობით, ხო, 4 კავშირნი, დამშნილჩემნი კავშირნი, შევთვარ სულთა სირასა, სირა ეს სეირა და აი არამეტო ეს ენას იყენებს რუსთაველი ამ ფილოსოფიური სამყაროდან, არამედ იდეებსაც იყენებს, აი ეს ტრფიალება მაგალითად ეროსით, ეს ღვთიურის მიმართ ეროსი, ხო? თქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართაზენად, ანუ პირველი ყოვლისა, ყველაზე ღრმა გაგებით ეს მიჯნურობა არის ღვთიურის სრულყოფილებების მიმართ. რაც ქრისტიანებისთვის ღვთის გონებაში არის ეს სრულყოფილებები, იდეები და მათი მონატრება არის, მათ მიმართ სწრაფვა პირველი მიჯნურობა და ამას მივბაძეო რუსთაველი ამბობს, როცა გადმოვეცი ეს მიწიერი მიჯნურობა დარიელისა ნესტანის და მართ მასვე ბაძვენ თუ ოდენ არ სიძვენ შორის ბნდებიან, რაც მიბაძვა, რომელიც ხდის მას წილნაყარს ამ ზეციურ სიყვარულს. ანუ იდეებითაც დაიმუხტა რუსთაველი, არა მარტო თან ბერძნული იდეებით, აი ბერძნული ფილოსოფიის ტრადიციის, ასევე იცის კარგად აღმოსავლურიც. სუფიური მისტიციზმი იცის, ეს სუფიური გადმოცემები, თუმცა არ არის სუფი თვითონ, იმიტომ სუფიზმში, როგორც ამიხსნა ერთმა მცოდნემ, არ სრულდება მიწიერი ბედნიერებით ეს მათი სიყვარული დაუშვათ ლეილ მაჯნუნის, მაგრამ არამედ ეს არის ზეცაში გადადის და აქ არ ხდება და რუსთაველთან აქაც უნდა იყოს ბედნიერება, ასე აქაც უნდა დაგვირგვინდეს ქორწილით, ანუ რეალური ქორწილით ეს სწრაფვა. და ამიტომ რუსთაველთან რაღაცა სუფიზმის ელემენტები გამოყენებული არის და გააზრებულიც ღრმად, მაგრამ არ არის თვითონ სუფი არ ხდება, ასე ვთქვათ. სხვა მენტალობის არის. აფასებს მაინც ამ ქვეყნიურობას, როგორც ღვთისქმნილებას და ესეც მნიშვნელოვანი ხდება მისთვის. რაც ხდება რუსთაველის მნიშვნელოვანი, რაც არ არის მანამდე ქართულ ქრისტიანულ ლიტერატურაში ასახული და ხაზგასმული. რუსთაველი ფიქრობს, რომ ამ ქვეყნიური ბედნიერებაც არ არის ცუდი, არ არის აინუნში არ ჩასაგდები, ასე ვთქვათ. რო წაიკითხო ხა მონასტრული ლიტერატურა, აინუნში არ ჩასაგდები ამ ქვეყნიური ბედნიერება. რა ამ ქვეყნიური ბედნიერება? გისრაში აინტერესებს ამ ქვეყნიური ბედნიერება. პირიქით, ამ ქვეყნიური ბედნიერებაზე თუ ფიქრობ, ვაითუ იფიქრო სიყვარული ამას სოფლისა მტერობაა ღვთისა, როგორც არის იაკობის ეპისტოლეში სწორედ მახსოვს. აი ეს ლოგიკაა. და იწერება ესეთი აკროსტიხები, რაღაცა წითლად, რუბრუმითაც არ სიყვარულისთვის სოფლისა და მე ეს ჰიმნია არ სიყვარულისთვის სოფლისა. რუსთაველთან არის მომენტი, რომ თუ საწადელსა ვერ მიხვდები თუ სოფელსა მოიძულებ, ეუნება ხო ტარელს, ანუ შენ არ უნდა მოიძულო სოფელი ასე რადიკალურად, შენ ამ ქვეყნიური ბედნიერებაც უნდა შენთვის ღმერთს, ასე რომ სწორია რომ იბრძვი ამისთვის. ანუ ამ ქვეყნიური ბედნიერებისთვის ბრძოლა არაა გამოცხადებული როგორც სოდვად და ღვთისმტრობად, არამედ ესეც უნდა ღმერთს შენთვის. რა თქმა უნდა, მარადისობა მართავს ამ ყველაფერს და ისაა მთავარი და თუ შენ არ ახარ მზად რომ ეს ამ ქვეყნიური ბედნიერება დათმო უფრო მაღალი პრინციპისთვის, თუნდაც მოყვასის გადარჩენისთვის და დახმარებისთვის, მე იგი ვარ ვინ სოფელსა არ ამოკრებს კიტრად ბერად, ვის სიკვდილი მოყრისათვის თამაშად და უჩანს ღერად. აი ეს მომენტი თუ არა გაქვს, ამ ქვეყნიურ ბედნიერებას ვერ შეერგება, არ შეგერგება. მაგრამ ეს თუ გაქვს ესეთი ქრისტიანული თავგანწირვა, რატომაც არ უნდა ისიც უნდა შენთვის ღმერთს, ასე რომ ის ამ ქვეყნიური ბედნიერებითაც შეიძლება ასე დაგასაჩუქროს. და აი ეს ახალი ბალანსები აქვს დანახული რუსთაველს. ახალი სამყარო აქვს შექმნილი იმ გაგებით, რომ ჰორიზონტიც კი გაჩნდა. ჰაგიოგრაფიული ლიტერატურაში ჰორიზონტი არ ჩანს, იმიტომ ამ ქვეყნიურ სივრცეებს მნიშვნელობა არ აქვს. რუსთაველთან არის ჰორიზონტი, ამ ქვეყნიური სივრცეები გამოჩნდა. ტაიჭი მიუქს მერანსა მიეფინების მძეველა, თუნდაც გამოჩნდა ვრცელი სივრცე, რაღაც ჰორიზონტი გამოჩნდა რაღაც. ესეთი ჰორიზონტები არ ჩანს ჰაგიოგრაფიაში. იმიტომ რომ სხვანაირი დატვირთვა აქვს რუსთაველთან დროს, მარადისობას და ამ ქვეყნიურობას და იმ ქვეყნიურობას. ახალ ბალანსს აკეთებს რაღაცა. მე ხედავთ თქვენც აი ამ ქრისტიანობის მარცვალს რუსთაველში. არა, მე ვფიქრობ, ქრისტიანობა არის თავარი საფუძველი. როგორც აქ ვეფხისტყაოსანში, როგორც აქ ზანა ბატონმა ლევანმა ის ქრისტიანია სულით ხორცამდე, მაგრამ მართლაც ეს ძალიან საინტერესო ფენომენია, როგორ შეიძლება რომ ქრისტიანობა ერთის მხრივ აღიქმებოდეს წუთისოფელშიც, წუთისოფელთან კავშირშიც, ისე რომ შენ არ დაგაზიანოს წუთისოფელმა
და მეორე, ესე იგი, როგორ შეიძლება რომ შენ გახვიდე ქრისტიანული, ასე ვთქვათ, ერთობის გარეთ, ნახო იქ სხვადასხვა კულტურა, ნახო იქ სხვადასხვა ფილოსოფია და იქიდან რაღაც ისეთი ამოიღო, რაც ქრისტიანობას კი არ აზიანებს, პირიქით ამდიდრებს. ბატონაშა, ქართული რენესანსი და ქრისტიანი. არა, ერთ ფრაზას ვიტყვი, რომ დაუმატებ, რომ ის გედონისტური საწყისი, რაც არის ქართულ მენტალიტეტში. აი მშვენივრად ჩანს ეთონ ავთანდილში, ამიტომ გამეხარდა ლევანი რაც ამბობდა, რომ ეს არ გმობს, ეს არ არის რაღაც ის რაც რუსთაველში საერთოდ არც ერთ ჩარჩოში არ ეტევა, იქ იმდენი შრეა. მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო არის ისე მივდივართ სინერგიამდე არა. ესე იგი რომ როგორც მე უფემბძანა, ადამიანური არ არის გამოცხადებული, რომ ამ ქვეყანაში არაფერი არ გესაქმება და მხოლოდ იქ არის შემდეგ ჭეშმარიტი. აქაც ვერ დაეჭირავს სიკვდილსა გზავით, რომ ვერ საკუთოვანი რითაც თავდება, რომ იქაც გადასვლაც ღირსეულად უნდა. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილს არ უარყოფს თითქოს. მართლმადიდებელი ხო უარყოფს სიკვდილს, არის გარდაცვალება, არაფერი. ის ცნობილი ექსპედიცია, რაც მოხდა 66 წელს, ეს იყო ძალიან დიდი საწინდარი იმისა, რომ ამდენი ქართველოლოგიური სკოლა, ამდენად გატყორცნა ეს ქართული სახელი. ამან ჩემი იზახდა მეგლება ხელი შავი ზღვის და ემის ხატვით, რომ ვერ უხსნიდნენ საქართველოს რა არის და როგორ არის. სად არის და ხან რუსკვეძა ხდნენ და ხან აზიელს. ახლა მოდით კიდევ ერთ მუსიკალურ ნომერს მოვუსმინოთ და შემდეგ კვლავ დავბრუნდებით სტუდიაში სასაუბრად. ახლა კი სტუდიაში კიდევ ერთი სტუმარი ლელა ალიბეგაშვილი უნდა მოვიწვიოთ.
გაბატონებული კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოგზანებისათვის და რომ იმისათვის რომ იღებთ მონაწილეობას ჩვენს დიდი მადლობა მოწვევისთვის. ქრისტიანობა და ეროვნული იდენტობა და ამავდროულად ქრისტიანობა როგორც საქართველოს ევროპული სივრცის განუყოფელი ნაწილის შემადგენელი კომპონენტი. განიხილავთ თქვენ ასე ქრისტიანობას? სიმართლე გითხრათ, ვეღარ უკვე. დღევანდელი დღით თუ ვიმსჯელებთ, ცოტა რთულია. იმიტომ რომ ევროპაში დღეს მე ქრისტიანობას ვერ ვხედავ, სიმართლე რო გითხრათ. შეიძლება ეს დროებითი შემოტევა ავისულის პერიოდულად ის მძლავრებს ხოლმე და თუმცა კი ახლა მახსენდება ერთი ევანგელისტის ნათქვამი ის მე-20 საუკუნის შუა წლებში დადიოდა და ქადაგებდა სახარებას და ყველაზე მეტად გამიჭირდაო საფრანგეთშიო. ყველაზე დიდი წინააღმდეგობა შემხვდა იქ. ამდენად ახლა ჩვენ ვფიქრობ, რომ რაღაც ოაზისივით უნდა ვიყოთ, უნდა ძალიან გაუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ქრისტიანობას, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი საყრდენი, ჩვენი საფუძველი, ჩვენი იმედი, ნუგეში და მომავალი. აწმყოში აი სააზროვნო სივრცეს, ქართულ სააზროვნო სივრცეს, გნებოთ ისტორიულად კულტუროლოგიას. თქვენ თუ მას და ქრისტიანობას ერთ პლასტში განიხილავთ. თუ ქრისტიანობა ეს თქვენთვის ცალკეა და ქართული კულტურა განცალკევებულად. მე მგონი რომ გადაჯაჭვული ეს არ არის. ჩვენი გზა გქონდა. ადამიანი პარადოქსებით სავსეა და მიუხედავად იმისა, რომ 326 წელს მივიღეთ ქრისტიანობა, მერე ჩვენ თითქმის 4 საუკუნე ტყვეთას ყიდვა გქონდა, ხო? ასე რომ ცხოვრება ძალიან რთული და მრავალფეროვანია სირთულეების თვალსაზრისითაც და ქრისტიანული სწავლება სწორედ ამ სახიფათო არსებობას დედამიწაზე გიადვილებს ძალიან დიდწილად. მეუფე, მინდა კითხოთ საქართველოს ისტორიის მანძილზე ძალიან ბევრი, არაერთი მეფე შერაცხულა წმინდანად, მაგრამ უკვე ბოლო პერიოდში ჩვენ ხედავთ, რომ ხელოვანები, საზოგადო მოღვაწეები, მაგალითად ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ შეირაცხნენ წმინდანად. რა განაპირობებს ამა თუ იმ მოღვაწის წმინდანად შერაცხვას? ეს აუცილებელია მოწამეობრივი სიკვდილი ამისთვის. გარდა მოწამეობრივი ღვაწლისა, არსებობს ასეთი საღვთისმეტყველო აზრი უსისხლო მოწამეობა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის ცხოვრების წესი ეს არის ღვთისმცნების აღსრულება სრულყოფილად, რომელიც გვეუბნება უკე თუ გინდეს შემოდგომა ჩემ და უარყავ თავი შენი, აღიღენ ჯვარი შენი და შემომიდეგინ მე. ანუ სრული უარყოფა საკუთარი ნებისა თუ ის ნება ღვთაებრივ ფასეულობებს, ღვთაებრივ ცნებებს რაღაცაში არ ეთანხმება, არ ეწინააღმდეგება, ამის მზაობა, რომ შენ უარყო შენი ადამიანური ნება, რომელიც ხანდახან ეწინააღმდეგება ღვთისნებას. თუ ადამიანი ასე ატარებს ცხოვრებას, რასაკვირველია, ახლა გრიგოლ ხანძთელი მოწამე არ იყო, მაგრამ ის იყო მთელი ცხოვრება, ის იყო სწორედ აი ებრძოდა საკუთარ თავში იმ ადამიანურ სისუსტეებს, რომელიც ყველა ადამიანს ახასიათებს და რაც თავარია წმინდანი ის არის, ვინც უკვე იმარჯვებს აი ამ სისუსტეზე და ნუ არის ხარისხი, ესე იგი გამარჯვების, რომელსაც წმინდანობა ქვია, რომელსაც შეცდომა თითქმის არ მოძღვის, თუმცა წმინდანებიც კი ამბობდნენ, რომ სიცოცხლის ბოლომდე ისინი არ იყვნენ მაყოფილი თავისთავად და ამბობდნენ, რომ ჩვენ აი პავლე მოციქული ამბობს, რაც არ მინდა იმას ვაკეთებ. ეს პროცესი არის, მაგრამ ვინაიდან ძალიან მაღალია ეს უარყოფის ხარისხი, ამიტომ არა მოწამეც ასეთი ცხოვრების წესით, ვინც ასეთ ეწევა ასეთ ცხოვრებას, ისიც წმინდანად შეირაცხება და ამიტომ იყვნენ როგორც სასულიერო პირები შერაცხული, ასევე ახლა ჩვენ ვიცით, რომ დავითი და თამარი ესეთი
აი ძალიან ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდნენ, ძალიან უარყოფდნენ თავის ადამიანებს. მაგალითად, დიდებულები ამბობდნენ, რომ ეს ახალგაზრდა მეფეო, როგორო მხცოვანივით იქცევაო, ნადიმებს არ მართავსო, არ ნადირობსო, რა არისო ესო, როგორ ხო და აი ეს იყო ის უარყოფდა საერთოდ ასეულებს და ამიტომაც მე ვიტყოდი რომ მთელ ერს ეს დაუსახა მიზნად, ამიტომაც მიაღწია რომ დავითი მარტო თვითონ კი არ იყო სრულყოფილი პიროვნება. მან შეძლო რომ ერი აეყვანა დიდი სრულყოფილების დიდ საფეხურზე და მემატიანე წერს საოცარ სიტყვებს. დავითმაო ეშმაკს ერი გამოსტაცა. როცა ერი ხდება სულიერი ანუ არა მარტო ერთეულები, არამედ უმრავლესობა ხდება სულიერი, ეს არ არის ადვილი, ეს უშვიათობაა და დავითმა ეს შეძლო სწორედ თავისი აი ამ მაგალითითაც და ნუ გარკვეულად როგორც მეფემ რაღაცა ეს წესრიგი დაამყარა და ამიტომ ქრისტიანობა ეს არის ბრძოლა საკუთარ თავთან და ჩვენი ერის ისტორიაში ეს ბრძოლა სულ იყო. შეიძლება იყო მაგალითად ქეთევან წამებულის ჟამს. ერი ძალიან დასუსტებული იყო. ქეთევანი რომ 11 წელი იყო შირაზში. ეს იყო ტყვეობა, ეს იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა მასზე, რომ გატეხილიყო და ბოლოს მუსულმანობა მიეღო. და მოდიოდნენ იქ ცხოვრები ქართველები, სადაც ოჯახის წევრები გაყოფილი იყვნენ. ერთმა მიიღო მუსულმანობა და ამ მუსულმანობის გამართლებას ცდილობდა, რომ ეს ჩვენ გადაგვარჩენს. ანუ მუსულმანობა არა როგორც წმენით მიღებული, არამედ გადარჩენისათვის. აი ეს პოზიცია იყო და ქეთევანი შეინარჩუნა ეს და ერი გადაარჩინა. ერი რომელიც აი რომ არა ქეთევანის მაგალითი ძალიან დიდ ნაწილს შეეძლო ვერ გაეძლო ამ ზეწოლისათვის. ასე რომ ერში რყევა იყო, ცალკეული პიროვნებების დაცემები იყო, მაგრამ არ ყოფილა ჟამი, როდესაც ერის იდეალი არ იყო ქრისტიანობა. ამიტომ თვითყოფადობას, რასაც ქვია, ფასეულობებს მხოლოდ ქრისტიანობა განსაზღვრავდა აბსოლუტურ უმრავლესობაში და აი ეს ბატონმა ლაშამ ახსენა მუსულმანური ასე ვთქვათ, აი ამ ტრაგედიები იმ გაგებით, რომ ეს ძალისმიერი მეთოდით ხდებოდა. ეს არ იყო არჩევანი ქართველი ერის. ეს იყო იძულება და ნუ ბუნებრივია, როცა გადის ბედუყუღმართობა, ჩვენ პატივსცემთ ყველა აღსარებლობას ქართველს, ნებისმიერი აღსარებლობის ქართველს პატივსცემთ, მაგრამ ეს ფაქტია, რომ ეს იყო იძულების შედეგი და რაღაც დონემდე ყოველთვის ინარჩუნებდნენ აი ქრისტიანობის. მე ვიტყოდი, რომ იქაც ქართული ცხოვრების წესი, ოჯახის წესი ძალიან დაცული იყო. აი ამ მუსულმანურ და დღესაც არისო და მე ვიცნობ ბევრ მუსულმან ოჯახს, არაჩვეულ ზოგ ქრისტიანულ ოჯახზე შეიძლება მეტი თუ არა ნაკლები არ იყოს თავისი ზნეობით და თავისი კეთილშობილებით და სამშობლოს სიყვარულით. ასეთი იძულებითი პერიოდი ბევრი გქონდა ჩვენს ისტორიაში, ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ, თუმცა მანამდე მოგეხსენებათ ყველას, რომ ჩვენს გადაცემაში გვაქვს რუბრიკა ეპიზოდი და ახლა სწორედ რუბრიკა ეპიზოდის დრო. ღვთის ენაპირი ასხია. მისი ქადაგების მსგავსი არასდროს არაფერი მოგისმენიაო. ამბობდნენ რაჭაში, ჭელიშელები ახალგაზრდა განათლებულ წინამძღვარზე ამბროსი ხელაიაზე, რომელმაც სწორედ აქ აღმოაჩინა მოქცევაი ქართლისაის ეგრეთ წოდებული ჭელიშური ხელნაწერი, წმინდა სახარება, შემდგომში ჭელიშის ოთხთავად წოდებული. 1922 წელი გენუის საერთაშორისო კონფერენცია. წარმომადგენლობითი დელეგაცია 34 ქვეყნისგან შედგება, რომელთა შორის დიდი ქვეყნების გადაწყვეტილებით და რუსეთის შიშით პატარა საქართველოს ემიგრანტული მთავრობა მიწვეული არაა. ქართველი პატრიარქის მემორანდუმი ერთ-ერთ რიგით სხდომაზე წაიკითხეს. მე ერის სულიერმა მამამ ყველაზე უკეთ ვუწყი, რამდენად ბედნიერად გრძნობს თავს ქართველი ერი. ერი, რომელიც გმინავს და არ აქვს ხმის ამოღების უფლება. დაუყოვნებლივ ვითხოვ გაყვანილ იქნა საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ უკან ნახოთ მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც მას უნდა. მიმართვა ვრცელი იყო და კატეგორიული და მასში ერისკაცის გაბედულება ცხადად იკითხებოდა. გამოხმაურება დიდი იყო საერთაშორისო წრეებში, მაგრამ შედეგი საქართველოსთვის უარესი აღმოჩნდა. გაზეთების მთავარი თემა სასამართლო პროცესია, სადაც საქართველოს პატრიარქს ასამართლებენ.
სტატიების სათაურები ჭრელი და მრავალფეროვანი და ძირითადად პატრიარქისადმი სიძულვილის გამომხატველია. გარეთაც ხალხმრავლობაა. მათი უმრავლესობა საგანგებოდ მოწვეული აქტივისტები არიან, რომლებიც შეურაცხყოფელს არც სიტყვას ერიდებიან და არც ქმედებას. სასამართლო დარბაზში კი ერის შეუპოვარი სულიერი მამის ხმა მკაფიოდ გაისმის. რამდენადაც თავისუფალია ერი, იმდენად თავისუფალია ეკლესიაც. განაჩენი გამოდანილია. ასაკის გამო უმკაცრეს იზოლაციაში მხოლოდ 8 წელს მიუჯიან პატრიარქს და ქონდებასაც სრულიად ჩამოართმევენ. სწორედ იმ დარბაზში გაიჟღერებს სიტყვები, რომლებიც მრავალ ნატანჯეროვნულ სხეულს მალამოდ დაედება და კურნების ძალას განუახლებს. გული ჩემი საქართველოს, სული ღმერთს და გვამს რაც გინდათ ისუყავით. 1924-ში ამინისტია შეეხება. არავინ იცის მისი საპრობლედან გათავისუფლების დღე. თვითონ კი იცის, გზაციხიდან პირველ ყოვლისა ტაძრამდე მიდის და მარტო ნელი ნაბიჯით დაადგება მას. სიონში მუხლებზე დაუდგება ხალხი. თვითონ კი დაუძლურებული ერთ-ერთი წირვის დროს გონებას დაკარგავს. გადასახლებებმა და სასტიკ რეჟიმებში ცხოვრებამ, დაუბლებულ შვილებზე მუდმივმა დარტმა, ფიზიკურმა და სულიერმა ტრამვებმა, საბოლოოდ შეურყია ჯანმრთელობამ წყემს თავარს. მას ეკლესიას საბოლოოდ ჩამოაშორებენ. ქართული ენისა და ეკლესიის ამბიონზე ასვლა გოლგოთას გავსო, კათალიკოსად კურთხევის დღეს უთქვას ამბროსი ხელაიას. წინასწარმეტყველური გამოდგა ეს სიტყვა. დედა ეკლესია მას წმინდანის გვირგვინი დაადგა. ჩვენ გავიარეთ კომუნისტური ეპოქაც. და კომუნისტურ ეპოქაში რწმენის საკითხი ყოველს მოგეხსენებათ როგორც იყო, მაგრამ როგორ ფიქრობთ, მოახერხა თუ არა ქართულმა კულტურამ სწორედ აი ამ პერიოდში იდეალების შენარჩუნება, რაც ეხება სარწმუნოებას, სარწმუნოებრივი იდეალების შენარჩუნება თუ შეძლო? ისევ დაუბრუნდები მას, რომ ეს უფრო როგორც მორალურ-ეთიკური კოდექსი და არა ეკლესიური ცხოვრება და იმით, რომ ყველაფერი რაც შეიქმნა და განსაკუთრებით ხვავრიელი იყო მე-20 საუკუნე ქართული კულტურის დიდებულებით, სხვადასხვა მიმართულებით. მე მიმაჩნია, რომ ყველგან იყო არა თუ მარცვალი, არამედ მძლავრი ნაწილი ფარული ქრისტიანობის, შეფარული ქრისტიანობის, როგორ ვთქვა, როდესაც შენ შეიძლება ვერც კი აცნობიერებ იმას, რომ შენ ღვთისკენ მიმავალ რაღაც პატარა ბილიქს მაინც ადგები, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ გამოდნებოდ. მე მას კი არ ვთვლი, რომ სხვა აღსარებლობის ადამიანებს შედევრები არ შეუქმნათ. მე ვამბობ ქართულ მენტალიტეტზე, მე ვამბობ ქართულ ბუნებრიობაზე, აი რა არის შენთვის ბუნებრივი. ამაღლება, კატარსისი, ეს თუ არ იყო ნაწარმოებში, თავის დიდებულებას ვერ იძენს. ასე რომ მე მიმაჩნია, რომ ნებსით თუ უნებლიეთ ქართულმა კულტურამ და ქართულმა ლიტერატურამ არ უღალატა ქრისტეს ცნებას იმ 70 წლის განმავლობაში, როდესაც პრაქტიკულად ყველანაირად ებრძოდნენ ქრისტიანობას. თან უფრო შეიძლება დღეს უფრო ცვიერი და ისეთი ხერხებია და გამოტაყვანების ადამიანის გამოტაყვანების უფრო მრავალმხრივობა გამოჩნდა ტექნოლოგიური თვალსაზრისით. მაგრამ ის რაც გაიარა ქრისტიანობამ კომუნისტების დროს და განსაკუთრებით ბოლშევიზმის დროს მაინც გავყოფთ. ამ იმას, ესე იგი წამებულების დასია მაღლა ნამდვილად. მათ შორის ქართველების. საბატონო ლელო, თქვენ თუ ხედავთ აი კომუნისტური საქართველოს პერიოდში ქართულ კულტურაში სულიერების კვალს? როგორ არა? მთელი რიგი შედევრები იქნებოდა ზუსტად მაგ პერიოდში. ზოგჯერ ეს დევნაც აძლიერებს ადამიანს და რწმენას პირიქით. მით უმეტეს ჩვენ ესეთი წინაპრები ყავდნენ 100,000 ქართველი, ახლა ყველა ერთში არ არის, ხო? ზოგი იწყებს კამაც იმას, რომ 100,000 არის, 10,000-იც რო გადა ცოტა. 97,000. ხო და ჩვენ ისეთი მოვალენი ვართ, აი პირდაპირ ვიტყვი. არა მარტო ჩვენ ნუგეშის იესო ქრისტეს წინაშე, აი ჩვენი აი წინაპრების ზუსტად.
იმიტომ რომ ეს უნიკალური სწავლებაა, ქრისტიანული სწავლება, ითქვი რომ ახსენეთ ავაზაკი. პირველი შევიდა ავაზაკი, ეს სად ნახავთ, რომელ სხვა რელიგიაში ნახავთ? ესე იგი, ერთ წამში ისეთი სინანული იყო, რომ შენ დღეს ჩემთან ერთად იქნებიო. კი, აი, რა არის უმთავრესი კიდე ჩემი აზრით ქრისტიანობაში, რომ შენი საკუთარი თავიდან რომ უნდა დაიწყო, შენი თავის შესწავლა რომ უნდა დაიწყო. და ეს მიგიყვანს იმ სიმდაბლემდე, რომ მე ადრე როდესაც პატარა ვიყავი, სულ მიგვირდა ის დიდებული წმინდა მამები რომ უწოდა ეკლესიამ და ჩვენც ასე მოვიხსენებთ, ისინი რომ ამბობდნენ, ჩემზე ცოდვილი არ დაიარება არავინებდა და ვფიქრობდი, რაღაც კეკლუცობა მეგონა. არა, იმდენად შეისწავლა თავი, რომ ის ღდინამდე ჩადის და ამას დიდი ვაჟკაცობა უნდა და დიდი სულიერება ძალიან. ამდენად ბატონებანი, რომ მოუახლოვდეთ უფრო თანამედროვე ცხოვრებას 90-იანი წლები და ეკლესია, რომელიც ადგება აღმავლობის გზას. ალბათ ეს იყო ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი სილია მეორეს დამსახურება ის, რომ აი ამ პერიოდში ეკლესია მაშინ, როდესაც თითქოს ერთი შეხედვით ყველაფერი ნადგურდებოდა, ეკლესია აღმავლობის გზას დაადგა. მე მგონი ეს 80-იანი წლების შუიდან დაიწყო ხო რაღაცა და ეს ეროვნული მოძრაობის წარმატება და საქართველოს დამოუკიდებლობა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დისიდენტები სიონში იკრიბებოდნენ, სიონის ეზოში. მოდით ახლა კიდევ ერთ მუსიკალურ ნომერს მოусმინოთ და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი.
მეუღლე საქართველოს პატრიარქმა თავიდანვე განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია კულტურას და მეცნიერებას და ყველამ ვიცით რომ მის უწმენდესობას ძალიან უყვარს როგორც კულტურა ასე მეცნიერება და თავად არის განსწავლული რამ განაპირობა ასეთი აქტიურობა ამ მიმართულებით ჩვენ დღეს ამ თემას უკვე შევეხეთ რომ ზოგადად ქრისტიანობა ეს არის სულიერებისა და ინტელექტის, რწმენისა და ცოდნის ჰარმონიული თანაარსებობა, რომ მორწმუნე ადამიანი უნდა იყოს განათლებული, უნდა იყოს მეგობარი ღვთისა. 1700 წლის თავის აღნიშვნა, ჩემის აზრით ეს არის არა უბრალოდ გახსენება იმ თუნდაც დიდი ისტორიის, არამედ ეს არის მოწოდება, რომ ჩვენ შევეცადოთ, რომ დაუბრუნდეთ ჩვენს ფესვებს და სწორედ აი რაც ბატონმა ლეონმა კარგად თქვა რომ მხოლოდ შინაგანი განვითარებით, მხოლოდ სულიერი ამაღლებით, არავითარი სხვა გარეგნული საშუალება ამას არ შეუწყობს ხელს, არც მატერიალური, არც ადმინისტრაციული. ნათლისღება ქართლისა ეს იყო ერის დაბადება ქრისტეში. ერის დაბადება, ახალი დაბადება, მეორე დაბადება ეს იყო და შესაბამისად დღესაც ჩვენ აი ახლიდან უნდა დაიბადოს ერი. დაუბრუნდეს აი ამ წიაღს და რასაკვირველია ჩვენ იმედი გვაქვს რომ ეს წელი ამის საწინდარი გახდება. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. ავტოგრაფი ამ დასრულდა ჩვენ შეძლების და გვარად შევეცადეთ 17 საუკუნოვანი ისტორია. მოკლედ მოგვეთხრა თქვენთვის. მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.